ცხოვრობდა, კარს არასოდეს არ კეტავდა. მისი და ძალიან წუხდა ამის გამოსულა შინოდა. მაგრამ თვითონ ესეთი კაცი იყო, უბრალოდ ცხოვრობდა, ძალიან უბრალოდ და როდესაც შევიდა ეს კაცი, თავიდანვე ეს ამისი თქმა უნდა რომ აღენიშნა, რომ ეს კატორღელი იყო. იმიტომ რომ სადაც მივიდა თავიდან და ყველას უნდა მიეღო და ბოლოს რო აღმოაჩენდა რომ ეს ყოფილი კატორღელია, ყველა უარსეობნოდა და აქ მივიდა თუ არა პირველი ეს დაიწყო რომ ვარ თუ გაგდება გამაგდონო და მაგრამ ეპისკოპოსი იყო. მე ვიციო ვინც ახარ. თქვენც იცითო? იო იციო, შენო ჩემი ძმა ხარ. აი უკვე დამოკიდებულება შეხედე. შენ ჩემი ძმა ხარ. აქ შემოსულს ეგ კარიო. იმას კი არ ეკითხებაო, ვინ ახარო და საიდან მოხვედიო. არამედ იმას ეკითხებაო, რა გიწისო და რითი დაგეხმარო. ხო შეიყვანა, მოეფერა, დააყურა, დააძინა. ეს კაცი ადგა და ღამე ვერცხლის ჟანდლები და კორძები მოიპარა. და წავიდა და პოლიციამ, ჟანდარმერიამ დაიჭირა ესე. და მოუყანეს ამას. რომ ესე დავიჭირეთო მოკლედ. არა, ეგო მე ვაჩუქეო. რატო აწუხებთო მაგკაცო, მე ვაჩუქეო, გაუშვით. და როდესაც ეკითხება, რატო გააკეთე ესო? მე ამითიო, შენი სულიო ეშმაკისაგან გამოვისყიდებ. მაგრამ ამან კი არ შეცვალა. ეხლა იქ მივდივარ, რასაც დავიწყე. ამან კი არ შეცვალა. აი ამ დამოკიდებულებამ კი არ შეცვალა, ნახეთ. იქიდან რო წამოვიდა ეს ჟანვარჟანი. ამოვიდა და ეს ეხლა ფილმიც არის, მაგრამ ფილმში ეს მომენტი არ აჩანს. არა და მე ვფიქრობ, თავარი მომენტი მთელი ამ ყველა მისი ფერის ცვალებისა, მისი გარდატეხის თავარი მომენტი ის არის, რაც ფილმში არ აჩანს. არ ვიცი, მე შეიძლება ვცდები, მაგრამ ნახეთ რა მოხდა. ამოვიდა და ზის აი ბარდიოს რო ეძახს, ხო, ქუჩაში. გამოიარა ერთმა პატარა ბავშვს. და იმას წაართვა ფული. ამან. და ეს ატირებული გაუშვა საქმეში. და მე რაზე დაფიქრე? აი აქ მოხდა მისი გარდატეხა. და მე რომელსაც აი ესე სიყვარულით მომექცნენ. მე როგორ მოვეკეცი ამბავს. და აი იქ მოხდა მისი ფერისცვალება. იმის შემდეგ ის სხვა კაცი. საოცარი ადამიანი.